საქართველოს ღირს შესანიშნაობებს და ტურისტულ პოტენციალს ამჯერად ინდოეთიდან ჩამოსული სტუმრები ეცნობიან. თბილისი, მუხრანი, კახეთი 15 კომპანიის წარმომადგენლები იმ ადგილებს ათვალიერებენ, სადაც სადღესასწაულო წვეულებებისა თუ ქორწილების დაგეგმვაა შესაძლებელი. დელეგაციის წევრები სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ და შესაბამის საინტერესო ადგილებსა და ინფრასტრუქტურას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სწავლობენ. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით ინდოეთის ტურისტული ბაზრიდან ნაკადები საკმაოდ გაზრდილია, რაც კონკრეტულ ციფრებში აისახება. ინდოეთის საკმაოდ მსხვილი ბაზრიდან მაღალმხარჯველი სეგმენტის მოზიდვა ტურიზმის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია. უძველესი კულტურა, მრავალფეროვანი გარემო და ავთენტური სამზარეულო. მრავალმხრივი ტურისტული პოტენციალის გასაცნობად საქართველოს 15 მსხვილი ინდური კომპანია ეწვია. სხვადასხვა სახის სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმვით დაინტერესებული სტუმრები თბილის, მუხრანისა და კახეთის რეგიონებს ესტუმრდნენ. დეტალურად შეისწავლეს ყველა ის საჭირო ინფრასტრუქტურული მხარე თუ სასტუმროების კეთილმოწყობა, სადაც ქორწილების ჩატარებაა შესაძლებელი. უცხოური კომპანიების მხრიდან საქართველოში საქორწილო ღონისძიებების გამართვა იქნება ახალი მიმართულება ტურიზმის სფეროში, რაც ხელს შეუწყობს მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადის მოზიდვას და დანახარჯების გაზრდას ინდოეთის ტურისტული ბაზრიდან. საქორწილო მიმართულება არის ერთ-ერთი ახალი საინტერესო მიმართულება, რისთვისაც საქართველოს განიხილავენ როგორც ახალი დანიშნულების ადგილს. ეს არის ტურისტული პროდუქტი, როდესაც მოკლე ხნის ვადაში საკმაოდ დიდი ოდენობით ადამიანები ორგანიზებულად ჩამოდიან, საკმაოდ მაღალი მხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან და შემდეგ ტოვებენ ქვეყანას. ევროპაში ეს გამოცდილი პროდუქტია, არაერთმა ქვეყანამ უკვე პოზიციონირება გააკეთა როგორც საქორწილო მიმართულება. ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, საქართველოს სტუმართ მასპინძლობას აქვს უნარი, რომ ეს ნიშა დაიკუთვნოს. დღეს ჩვენ ვუმასპინძლეთ ცნობილ ღონისძიებების ორგანიზატორებს ინდოეთიდან, მათ გავაცანით შატო მუხრანის სასახლე, ღვინის ტური ჩავუტარეთ და ასევე შევთავაზეთ ღვინის დეგუსტაციები. გვქონდა შეხვედრა, სადაც მოვუყევით ჩვენი სერვისების შესახებ, ჩვენი ლოკაცია მასპინძლობს ქორწილებს, როგორც ქართველი სტუმრებისთვის, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის. ფაქტია, რომ საქართველო უკვე აქტიური ხდება ინდოეთის ბაზარზე, განსაკუთრებით ღონისძიებების მიმართულებით. და სამომავლოდ ველოდებით ძალიან ბევრ ტურისტს. საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა, რომელსაც მხოლოდ ფოტოებით ვიცნობდი. ჩემი აზრით, საქართველო მშვენიერი ადგილია ჩვენი ღონისძიებებისთვის. აქ ქორწილების გამართვა შესანიშნავი იდეაა. სწრაფი ვიზა, მეგობრული გარემო, საუკეთესო მომსახურება, მშვენიერი კერძები. ჩვენ ყველა კლიენტს შევთავაზებთ, რომ ქორწილი საქართველოში გამართონ. 2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით ინდოეთიდან საქართველოში 75893 ვიზიტი შედგა, რაც მზარდი მონაცემია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31,4%-ით. ინდოეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ტოპ ქვეყნებს შორის ინდოეთი მე-6 ადგილზეა. 2025 წლის 6 თვის მონაცემებით ინდოეთიდან ვიზიტორების მთლიანი დანახარჯი 110,500,000 ლარია. ინდურ კომპანიებს ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო მასპინძლობს. საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით უცხოური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ახალი პროდუქტი არის მასშტაბური ქორწილების მოზიდვა ჩვენს ქვეყანაში. ვინაიდან და რადგანაც ეს ღონისძიებები გამოირჩევა მაღალმხარჯველუნარიანი თვისებებით, ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება არის, იმიტომ რომ მოკლე ვადაში ხდება დიდი რაოდენობით თანხის შემოდინება ჩვენს ქვეყანაში. ამ ეტაპზე ჩვენ ჩამოყვანილი ყავს 15 საერთაშორისო დონის ქორწილის ორგანიზატორი კომპანია და პლენერი. ვფიქრობ, საქართველოს საუკეთესო დანიშნულების ადგილია. აქ იდეალურად ერწყმის ერთმანეთს კულტურა, ტრადიციები და კერძები. ჩვენ როგორც საქორწილო მიმართულებების ორგანიზატორებს ძალიან მოგწონს ქართული სასტუმროები. აქ ყველაფერი ბუნებაზეა ორიენტირებული. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და მოუთმენლად ველით, რომ ბევრი ღონისძიება გადმოვიტანოთ საქართველოში მომდევნო წლებში. ჩვენი კომპანია ქორწილების ღონისძიებებს ატარებს. ამ მხრივ საქართველოს ძალიან საინტერესოა. აქ ყველაფერი ახალი და სუფთაა. თქვენ გაქვთ კულტურა, მემკვიდრეობა, სითბო და სტუმართმოყვარეობა. საქართველო ნამდვილი იდუმალი მარგალიტია. ახალი მიმართულებების განვითარების მიზანშეწონილობაზე საუბრობს კვლევითი და საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart.
კომპანიის 2025 წლის 2 კვარტლის კვლევაში აღნიშნულია, რომ ინდოეთის ბაზრის მასშტაბის გათვალისწინებით მიზანშეწონილია უფრო მაღალმხარჯველი სეგმენტის მოზიდვა. მნიშვნელოვანია საქმიანი და ღონისძიებებზე ორიენტირებული ვიზიტების, როგორიცაა კონფერენციები, ფორუმები, ქორწილების გამართვის წახალისება. როგორც იცით, ინდოელები ძალიან ბევრს მოგზაურობენ. იქნება ეს ქორწილები, კორპორატიული ღონისძიებები თუ ინდივიდუალური მოგზაურობები, ისინი ყოველთვის ეძებენ სიახლეს. ყველაზე კარგი რაც საქართველოში ვნახე, ეს კულტურისა და კერძების მსგავსება ინდურ კულტურასთან, რაც დიდი პლუსია, რადგან ინდოელები საკვებზე ძალიან გრძნობიარეები არიან. ინდოეთის ქალაქებიდან პირდაპირი ფრენები საქართველოში ძალიან დიდი უპირატესობა. საქართველო ერთ-ერთი ძალიან ხელმისაწვდომი ევროპული მიმართულება. ადამიანები ძალიან მეგობრულები არიან, რაც აუცილებელია ჩვენი ჯგუფებისთვის. ინდური კომპანიების წარმომადგენლებისთვის ერთკვირიანი ტურისტული ვიზიტი საკმარისი აღმოჩნდა დაგეგმილ ღონისძიებათა ნუსხაში საქართველოც მოენიშნათ. ქვეყნის საზღვრებს გარეთ ტურისტული ცნობადობის გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსგავს შემეცნები ტურებს მომავალშიც გეგმავს.